რუსთაველ სპორტსმენს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში გიორგი სარდალაშვილს რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა. ნინო ლაცავიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შადაკიშვილი მონტენეგროდან დაბრუნებულ ევროპის ჩემპიონს რუსთავის სპორტის მუზეუმში შეხვდნენ. გიორგი სარდალაშვილმა მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა და 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც შემატა. ჩემს ქალაქში ვარ პირველი ევროპის ჩემპიონი ქალაქ რუსთავიდან და ასევე მსოფლიოს ჩემპიონიც და მთლიანად საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს ორი ტიტული მოიგო და ძალიან სასიხარულოა, რადგან ვახარებ ჩემს ქალაქს, ქართველებს და მიფასდება ჩემი შრომა. გიორგი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელმაც ჯერ მსოფლიო ახლა კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. შევხვდით, მიულოცეთ, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელიც მას აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. გიორგი სარდალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან წარმატებული რუსთაველი სპორტსმენია, რომელმაც არამხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა წარმატებები. მე ვიცი ზუსტად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ ახალი წარმატებები ელის მას და ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოთ. როგორც გიორგის, ისე ნებისმიერ ქართველ სპორტსმენს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქების და ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ.